ვიცოდით, რომ ძალიან საინტერესო თამაში იქნებოდა, იმიტომ რომ როდესაც მოწინააღმდეგეზე მუშაობდით, ძალიან სწრაფი გუნდი იყო, იშვიათად შემხვედრია მე ესეთი სწრაფი გუნდი, ამიტომ მზად ვიყავით, სურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა და მე ვფიქრობ, აი ზუსტად ესეთი თამაშები კარგია იანვრისთვის, იმიტომ რომ ესეთ თამაშებში ვიზდებით ყველა ერთად, ის ახალი ფეხბურთელები, ვინც დღეს მიიღეს მონაწილეობა, კარგად გამოიჩინეს თავის და ეს მახარებს, რომ აი ჩვენ ცოტა ეს ჩვენი ფეხბურთელების არეალი უფრო გავზარდეთ რა. კაია მტკიცე ხასიათი გამოვავლინეთ, ვაგებდით და შემოვატრიალეთ თამაში მოვიგეთ. ზეგაც აუცილებლად პატარა ექსპერიმენტები იქნება, რომ მინდა რომ რაღაც მონახაზები გამოვცადოთ. მეკარეებსაც მინდა შანსი მივცე, რომ ვიცოდეთ ვინ რა ფორმაშია, ასე რომ წინაზეც აღნიშნე, ზუსტად აი ესეთი ამხანაგური თამაშები ემსახურება ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადებას. საინტერესო პროცესია და ამავდროულად ძალიან სასიამოვნო, იმიტომ რომ ევროპის ჩემპიონატის მზადება უკვე მაგარი რაღაცაა და კაია, რაღაცები დასახვეწი გვაქვს, სამუშაოა, ცოცხალი პროცესია. ძიმე თამაში იყო, თუმცა სასიხარულოა, რომ ჩვენი გამარჯვებით დამთავრდა თამაში. ეს ყველაფერი ემსახურება ევროპის წინამოსამზადებელი არის და ევროპის თამაშებისთვის არის ეს ყველაფერი. კიდე გვექნება შემდეგი თამაში ზეგ და კიდე ორი სანაკრებო პაუზა იქნება, სადაც ასევე შევეცდებით, რომ ეს პაუზებიც ნაყოფიერად გამოვიყენოთ ევროპისთვის. საკმაოდ დაძაბული თამაში იყო, ყირგიზეთი ძალიან კარგი გუნდია. დაძაბული იყო თავიდანვე, ვიგებდით, შემდეგ ვაგებდით, მაგრამ მოვახერხეთ. თამაში მოვატრიალეთ და გამარჯვებით დავასრულეთ დღევანდელი თამაში. გოლსაც შეეხება, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ყოველთვის გოლის გატანა, მაგრამ უფრო მეტად გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის და ყველასთვის, რა თქმა უნდა.